დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო გააქტიურდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხეილ სარჯოლაძემ აქცენტი გააკეთა დაავადებების სწრაფ დიაგნოსტიკასა და პრევენციის მნიშვნელობაზე. გურჯაანში სკრინინგ პროგრამა ქართულ-ფრანგულ დიაგნოსტიკურ ცენტრ კახეთი იონშია. შესაძლებელი და მისი მიზანი დაავადებათა ადრეული გამოვლენაა. კახეთიონი უკვე ბევრი წელია ჩართულია სკრინინგ პროგრამებში. სკრინინგის სახელი ზოგადად მოიაზრებს ჯანმრთელი პოპულაციის კვლევას, ანუ ჩვენ ვიკვლევთ ადამიანებს, რომლებსაც ჩივილები არ გააჩნიათ. ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ დაავადება გამოვავლინოთ საწყის სტადიაზე, როდესაც საშველიც ძალიან მაღალი ხარისხით არის გამოვლენილი და ფინანსურად, ბიუჯეტურადაც ყველაფერი ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია. ჩვენს კლინიკაში კეთდება რამდენიმე სახის სკრინინგი, დავიწყებ აუცილებლად საშვილოსნოს ყელის სკრინინგს, რადგანაც მარტის თვია და ქალბატონების თვია. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კეთდება 25-დან 60 წლამდე. ცვლილებები გვაქვს ჩვენ ბოლო 1 წელია, თითქმის 1 წელია პაპ ტესტის ნაცვლად კეთდება HPV ტესტირება, ეს არის უფრო დახვეწილი, მაღალხარისხიანი და უფრო მორგებული ქალბატონებზე ტესტი. ეს ტესტი ეკუთვნით 30-დან 60 წლამდე ქალბატონებს, 2 წელიწადში ერთხელ უნდა მობრძანდნენ და ჩაიტარონ ეს ტესტირება. პაპ ტესტი ეკუთვნით 25-დან 30 წლამდე ქალბატონებს. როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის ჯანმრთელი პოპულაცია, ხდება მათი შემოწმება, დიაგნოზის დასმა და მე უკვე სწორი მკურნალობა, რა თქმა უნდა. ასევე კახეთიონში კეთდება სწორი ნაწლავის კიბოსკრინინგი, ეს არის 50-დან 70 წლამდე მოსახლეობაში. ეს ეხება როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. მოგეხსენებათ, რომ ნაწლავის კიბო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საქართველოში სიმსივნეებს შორის და რაც დროულად და მალე გამოვავლენთ ამ პრობლემას უფრო სწორად ხდება დიაგნოზის დასმაც და შემდგომ უკვე მკურნალობაც. ვიწყებთ ამ სკრინინგს კოლოტესტით, ეს არის სისხლის კონტროლი განავალში, განავლის ანალიზში. თუ ეს ანალიზი არის დადებითი, ამ შემთხვევაში კოლონოსკოპია, ანუ ნაწლავების გამოკვლევა ჩვენს კლინიკაში ხდება უფასოდ.